მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მადლობა მეც კარგად. მოკლედ დაგიბრუნდით მეორე დღით. ერთი ვიდეო უკვე ჩავწერე ჯიმთან დაკავშირებით და ვარჯიშთან დაკავშირებით და ზურგის დღესთან დაკავშირებით. და ახლა დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ჩავწერო რას ვჭამ დღეში რა, რომ მოვიმატო კონტური მასა და რას როგორ ვაკეთებ რა. ამიტომ ძალიან არ გავწელავ და გადავიდეთ ეგრევე. ახლა არის 16 ოქტომბერი, 9 საათი არის, როგორც ხედავთ. ახლა აუდექი გავაკეთე პრესის ვარჯიშები და დრო არის ჭამის. და ჭამით ჩვენ ვიწყებთ 3 კვერცხით, ბანანით და დღეს ტუნასაც ვჭამთ. Let's go. აგერძმდებო, არ ვიცი ახლა როგორ ჩანს. მოდი ამას გავიკეთებ. ახლა ვაცხელებ ტაფას. შემდეგ ვიყენებთ ცოტა მიულაგებელია და არ მიაქციოთ ყურადღება. ვასხამთ olive oils. ძალიან ცოტას. იმიტომ რომ ბევრი არ გვინდა რა თქმა უნდა. Bang. აი ეს უკვე საკმარისი, 3 კვერცხისთვის ძალზე საკმარისია. ნუ ახლა კვერცხის საკეთება ალბათ ყველა მიცით. ამიტომ ხო. მოდიდი ეგრევე გადავიდეთ. რომ გამზადებ, გაიხართ. ხო, ნუ მოკლედ გამზადების პროცესს არ განახებთ ხოლმე, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან გაიწელება ვიდეო და არ მინდა რომ ძალიან გაიწელოს ვიდეო და ახლა ვაკეთებ 3 კვერცხს, შევჭამ ბანანს და ტუნას. რო გავამზადებ, ყველაფერს განახებ. და შემდეგ ჯიმის მერეც განახებთ რას ვჭამ და საღამოსაც განახებთ რას ვჭამ. ვჭამ ხოლმე დილით, ნუ კვერცხს, შემდეგ ჯიმამდე ვჭამ ხოლმე, კარგად. და მე ჯიმის მერე უფრო კარგად ვჭამ ხოლმე რა. მაგრამ დღეს უნივერსიტეტი მაქვს და ამიტომ ვერ ვასწრებ და მიწევს ჯიმის მერე ჭამა რა. ორჯერ. ხო, ნუ რო გამზადება აუცილებლად განახებთ. მოკლედ, სად არის ჩვენი კვერცხი? ჩვეულებრივად გავიკეთე 3 ცალი კვერცხი, რასაც ეძახიან რავი გაზუნიას, დავყარე ძალიან ცოტა მარილი. აგერ მაქვს ტუნა, რომელიც არის გაკეთებული ზეთში არის, მაგრამ ზეთს ვასხავ ხოლმე, როცა ხსნი და შრალ ტუნას ვჭამ რა, შრალს რა. ხო ხტებით მოკლედ რა, უზეთოს. და შემდეგ გვაქვს ბანანი ჩვეულებრივად. ამასთან ერთად რა თქმა უნდა, როგორც გითხარით წინა ვიდეოში, სვავთ zinc-ს, სვავ კალციუმ, მაგნეზიუმს და სვამ ომეგა-3-ს. ხო, ნუ აქეთ უნის საქმეებიც რა თქმა უნდა ჩართული არის და შემდეგ ჭამის შემდეგ სანამ ჩავალ ჯიმში, სვავ pre-workouts, madness და ვიხოდებით რა. ასევე რა თქმა უნდა ყველაფერს ვითვლი კალორიულად, მაქვს აპლიკაცია. კალორიებს ვითვლი პროტეინებს ვითვლი, ცხიმებს და ასე შემდეგ. აი მაგალითად დავამატეთ მაგალითად დღევანდელი breakfast. 1 ბანანი, 3 კვერცხი და 185 გრამი ტუნა. რაც არის ჯამში 665 კალორია. ახლა შევჭამ, შემდეგ ჩავალ დღეს ჩესტი მაქვს, ჩავალ ვივარჯიშებ და დაგიბრუნდებით უკვე მეორე ჭამით რა. მადლობა ნახვამდის, საქმეები მაქვს ახლა იუნის, მადლობა. კაცო, არხი გამოიწერეთ, რატო გვაკლდება ვერ გავიგე საბები, მართალი არ ვიყავი ჩართული და აქტიური, მაგრამ გამოიწერეთ არხი და ავიდეთ 1000-მდე. გელოდებით. აღარ გელოდებით მეზარები. მე მშია და ხო, ნახვამდის. ესე იგი მეგობრებო, ახლა წარმოვანათებ. ამოვედი ახლა ვივარჯიში, მქონდა მკერდი, ტრიცეპსი და მხარი, ძალიან კარგად ვივარჯიში, მომეწონა რამდენიმე TikTok-ი გადავიღე. საშუალო TikTok live-ში ვიყავი და კინაღა მოვკვდი, 107.5 ბენჩავდი ორჯერ და ჩავსვა მაგ ვიდეოს რა თქმა უნდა აქ. შენიტე დავატირა.
ვაიმე ხდები ხო, ну, როგორც ნახეთ, ერთხელ დავბენჩე მარტივად და მეთქი მეორეჯერ სწავლა თქო და სამწუხაროდ მაგრამ მანამდე მქონდა კიდე ერთხელ დავბენჩილი და მეთქი ვახ, ძალიან ჯანზე ვარ თქო და მე თავში ამივარდა. მოკლედ ახლა მალე უნივერსიტეტში უნდა წავიდე. ამიტომ უცებ ვნახოთ ფამფის მერე ცოტა ჩავიფუშე, მაგრამ მაინც უცებ ვნახოთ ახლა ჩვენი ფამფი. ესე ჩვენი ფამფი ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოვიყურები, მადლობა. გუშინ ჭამე 3200 კალორია და დღეს ძალიან ჯანზე ვიყავი. შემოვიწყდა რა უნდა მეთქვა, მაგრამ თქვენ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გამახსენდა რაც უნდა მეთქვა. დღეს არის მე-6 დღე სწორი მატების და ხო, ჩემი აზრით ძალიან კარგად მიდის ჯერჯერობით, კვებაც კარგად მიდის, წონები კარგად მიდის, ტანი კარგად მიდის, ყველაფერი კარგად არის, ცოტა ჩავნელებული ვარ. გამარჯობათ. ხო, ახლა ჭამით ვერ მოვასწრებ ჭამას, იმიტომ რომ უნიში უნდა წავიდე, ამიტომ სოუ პროტეინს და მე მივდივარ უკვე უნივერსიტეტში, აი ეს არის ჩემი პროტეინი, განახებთ. Body Attack-ის Isolate Whey პროტეინი არის. გეტყვით, ესე იგი 24.5 გრამი აქვს პროტეინი 30 გრამზე რა. ჩემი აზრით ძალიან კაი არის და fat free არის, lactose free არის, sugar free არის, gluten free არის, ну, короче, ყველაფერი free არის და. ხო, ახლა კი პროტეინს დავლევ და შემდეგ განახებთ ჯიმის მერე კვებას. მოკლედ მეგობრებო, დავუბრუნდი უნივერსიტეტიდან და ახლა არის პირველი სერიოზული ჭამის დრო რა, სადაც აი ბევრ კალორიას ჭამ, ну, ბევრს რა დაახლოებით 1300, მაგასაც ზუსტად გეტყვით რა. და ბოდიშით რომ გასწრილი ვარ ძალიან ცხელა და ასე შემდეგ თან ახლა მოვედი და უცებ რომ ჩავწერო, იმიტომ რომ უკვე ვაკეთებ საჭმელს, აი ძალიან მშია მართლა რა, აი ძალიან. ახლა ვაკეთებ ქათამს, ბრინჯს და უნდა ვჭამო ასევე იოგურტი და პროტეინ ბარი რა. ასევე ვიყიდე ყურძენი და შეიძლება ყურძენის დავაყოლო ოღონდ ცოტა, იმიტომ რომ ყურძენი კალორიული არ და ნატურალური შაქრები აქვს და ასე შემდეგ რა, მაგრამ ნახოთ. ჯერ რა თქმა უნდა ბრინჯს ვაკეთებ, იმიტომ რომ ბრინჯს უფრო დიდი ხანი უნდა ვიდრე ქათამს. ხო, სანამ ჩვენი საჭმელი მზადდება, მანამდე აუცილებლად უნდა დავთრაქოთ ჩვენი კალორიები. შევდივართ აპლიკაციაში და ყველაფერს ვწერთ. ახლა მე დაახლოებით ჩავყარე 100 გრამი ბრინჯი, ესე იგი 100 გრამი ბრინჯი მე ხდება 300 გრამი ბრინჯი, ვინც არ იცოდით, ანუ სამაგდება ბრინჯის გრამები მოხარშვის კი არა და გაკეთების შემდეგ ყოველას ეხართ რასაც გულისხმობ. ამიტომ ჩავწეროთ ესე იგი 300 გრამი ბრინჯი 483 კალორია. 9 გრამი პროტეინი გაიხარეთ. შემდეგ დაახლოებით 200 გრამი ქათამი უნდა შევწვა, ამის შემდეგ ქათმის ფილე ჩვეულებრივი არაფრით, რავი, აი ძალიან ცოტა მარილით. ესე ჩვენი 334 კალორია ქათამში, 10 გრამი ცხიმი, 62 გრამი პროტეინი და შემდეგ უკვე ვიყენებთ QR-ის დასასკანერებელს, რომ დავასკანეროთ ჩვენი სკირის იოგურტი, ახლა განახებთ. ესე იგი, ეს არის ასეთი სკირის იოგურტი, რომელიც არის 500 გრამი და ახლა გეტყვით, რამდენ რაღაცას შეიცავს და სწორედ ძალიან კაი არის რა მართლა. ჩვენი სკირის იოგურტი შეიცავს ჯამში 1 გრამ ცხიმს, 44.5 გრამ პროტეინს, 22.5 გრამ carbs
და უბრალოდ ერთადერთი რაც არის 19 გრამი აქვს შაქრები რა. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს არის 500 გრამიანი და ამხელა პროტეინი აქვს და ასე შემდეგ ძალიან ნორმალური არის მაინც 19 გრამი, იმიტომ რომ ანუ გადანაწილებული არის 500 გრამში. ამიტომ ჩემი აზრით სკირის იოგურტი, პროტეინ იოგურტი არის ძალიან კაი ვარიანტი რა. ესე ჩვენი 280 280 კალორია სკირის იოგურტში, ხოლო 500 გრამში 280 კალორია, ანუ არაფერი არ არის მართლა რა. და ასევე ჩვენი პროტეინ ბარი, ჩვეულებრივი შოკოლადის პროტეინ ბარი, რომელიც არის გეტყვით ახლავე 371 კალორია, 6 გრამი ცხიმი და სხვათა შორის ამას აქვს 0.8 გრამი შაქრები რა და 22 გრამი პროტეინი. ამიტომ ძალიან კაი არის და ეს ჭამა ჩვენ გამოვდის 1268 კალორია. სულ ჯამში დღეს ვჭამეთ 1933 კალორია. და შემდეგ უკვე მესამე დიდი ჭამა გველის ამ ჭამის შემდეგ. ახლა რო გამზადდება ყველაფერს განახილეთ რა. კარგი, მოკლედ სანამ ჩვენი ქათამი და ბრინჯი მზადდება, მანამდე მე წინასწარ შემყავს ხოლმე რა კალორიები პროგრამაში რომ არ დამავიწყდეს და ასე შემდეგ. ნუ მე არ დამავიწყებ, მაგრამ ვიდეო ჩაწერა რომ არ დამავიწყდეს. მაგიტო ახლა ჩავწერ თქვენ თვალწინ და გეტყვით კიდე რა ვჭამ რა და რა თქმა უნდა მაგ საჭმელსაც განახილეთ. მოკლედ საღამოს უნდა ვჭამო ისევ დაახლოებით 200 გრამი ქათამი, რაც არის 334 კალორია და 62 გრამი დაახლოებით პროტეინი. შემდეგ უნდა ვჭამო 3 კვერცხი, რაც არის დაახლოებით 225 კალორია. შემდეგ ვჭამ ასეთ პროტეინ იოგურტს, შედარებით პატარას. ეს არის გეტყვით ახლა 200 გრამი არის და აქვს 20 გრამი პროტეინი. და აქვს 11 გრამი შაქარი, რაც ცოტა მეტი არის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არის ამ შემთხვევაში. მაგრამ ნუ პროტეინისთვისაც კარგი არის და ცოტა ვიხალისებ ჩემს ჭამის რუტინას და ასე შემდეგ. და ისევ უნდა ვჭამო პროტეინ ბარი, მაგ ყველაფერთან უნდა დავაყოლო პროტეინ ბარი, ესე ჩვენი კიდევ 171 კალორია, რაც დაახლოებით ჯამში გვაძლევს 882 კალორიას საღამოს და ჯამში გვაქვს 2815 კალორია. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდე დაახლოებით 200 ან 300 კალორიით უკან ვართ, ვიდრე უნდა ვიყო. ანუ 3100 უნდა ვჭამდე ან 3200 დაჟე რა. ამიტომ სნეკებად ჭამ ხოლმე დაახლოებით ან 50 გრამ ხილს, უბრალოდ ჩვეულებრივ შერეულ ხილს ჭამ ხოლმე რა. ან 25 გრამს, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს შევჭამ დაახლოებით 25 გრამ ხილს, რაც არის დაახლოებით 204 კალორია. და ჯამში ჩვენ გამოვდის 3019 კალორია. რაც ცუდი არ არის. შეიძლება კიდე რამე დავამატო და შევავსო 3200-მდე თქვათ რა. ხო, მაგრამ ახლა გამზადდება ჩვენი ბრინჯი და ქათამი და განახევთ როგორ გამოიყურება და შემდეგ უკვე საღამოს განახევთ ბრინჯს და კვერცხს. ბოდიში, კვერცხს და ქათამს. ავეთ. მოკლედ გამზადდა ჩვენი ბრინჯი და ქათამი და ახლა დაგანახევთ როგორ გამოიყურება. აი. განსაკუთრებული არაფერი. ძალიან ჩვეულებრივი ბრინჯი და ქათამი არის. გონი ცოტა ბევრი ბრინჯი მომივიდა, მაგრამ მე არაფერი. და ხო, სანამ მიტყვით რომ აი მე რა გემრიელად გამოიყურება და ნეტავ ჭამდე და ასე შემდეგ, ეგრეც არ არის. არაფერი არ აქვს საერთოდ. არც მარილი არ აქვს, ანუ მარილს ვაყრით ძალიან ცოტას რა. ბრინჯსაც და ქათამსაც. ბრინჯს იმიტომ რომ უბრალოდ არ აიკრას და ქათამს იმიტომ რომ არ ვიცი რატომ, მაგრამ არც არ აქვს მარილი რა მართლა რა. და ნუ ასე გამოიყურება ახლა ჩემი ლანჩი. და რა თქმა უნდა ამ მეუსაც დავაყოლებ პროტეინ ბარს და იოგურტს, პროტეინ იოგურტს. ახლა შევუდგები და გემრიელად შევჭამ. თქვენ კი ჩაგერთვებით შემდეგი ჭამიდან და უკვე მოგახსენეთ რასაც ვჭამ და რამდენი კალორია აქვს და ასე შემდეგ. დავეთით. მოგესალმებით მეგობრებო, აი
ხომ მიყუროთ აი ოფლიანი ვარ და რატო ვარ ახლა ოფლიანი და ძალიან გახარებული ვარ, აი მართლა ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ მეგობრებო, Gymshark-ის ახალი Onyx-ები დაიდროპა და ვიყიდე. ამჯერა მოვასწარი, просто რა ხდება თამაში შეხედე. ოი мама. სილამაზე იმინა. ანუ მართალია ესეთი ფერი არ მინდოდა, სხვანაირი ფერი მინდოდა, მაგრამ ესეც ძალიან კაი არის რა, Onyx-ი არის რა, იმიტომ რომ მანამდე ვაფშე და ძლივს ვიყიდე. რო იცოდეთ, აი იმდენი ხანი ვეძებდი იმას მართლა რა, ორი წამი დავაკენებ განახტები. მოკლედ, აი შევედი და ყველაფერი გაიყიდა, ამას უყურეთ просто. გადავიდეთ Onyx-ი. ყველაფერი ვაფშე იმინა ყველაფერი out of stock არის რა. და რაც დარჩენილი ან 3 XL-ია დარჩენილი, ან XS-ი რა. აი XXL-ია დარჩენილი. დარჩენილი ვაფშე აღარაფერი აღარა, ხო არ გადა, მარტო ეს არის. მე რაც ვიყიდე, მარტო ეგ არის XXL დარჩენილი. მაგრამ მე მინდოდა აი ესეთი, ან ცისფერი, ან მწვანე რა, მწვანე ძალიან კაია. წითელი დიდად არ დამივას, ან მწვანე ან ცისფერი რა. შორტი. ო. დიდი არაფერი. ახლა კი დრო არის გადავიდეთ საჭმელზე და ეს საჭმელი არის კვერცხი და ქათამი იოგურტთან და პროტეინ ბართან ერთად. სამ დღეში მომივა ახალი Gymshark-ის Onyx-ი, თქვენ კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. წავედით. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ბოლო საჭმელიც გაკეთდა და დრო არის ვჭამოთ ჩვენი ქათამი და კვერცხი იოგურტთან და პროტეინ ბართან ერთად, რა თქმა უნდა, აგერ განახებთ. აი, ეს ჩვენი ქათამი, აგერ ჩვენი სამი კვერცხი ისე გვაზუნია. აქეთ პროტეინ ბარი, პროტეინ იოგურტი და ბუმ! ფუ პოდკასტი და წყალი. სხვა შორის უკვე ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც მხოლოდ წყალს ვსვამ რა. ანუ მხოლოდ წყალს რა, გაზიანი არ დამილევე უკვე 1 წელია და ძალიან კმაყოფილი ვარ, არც წვენი არ დამილევე 1 წელია. ხო, მოკლედ ახლა შევჭამ და მე უკვე დაგევშვიდობებით. ჯამში გამოგვივიდა 3000 კალორია და პროტეინი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ საკაიფოდ გამოგვივიდა 50%-ზე მეტი ჩვენი საჭმელიდან არის პროტეინი, შემდეგ მოსდევს მას carbs და ცხიმები, რა თქმა უნდა, ცხიმები ქვემოთ უნდა დავტოვოთ. ახლა კი წავედი ვჭამო. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. ვჭამეთ ჩვენი ქათამი და კვერცხი და იოგურტი და პროტეინ ბარი. ყველაფერი კარგად არის, დღეს დაახლოებით ვჭამეთ 3000 კალორია და ხო, ну რა თქმა უნდა, სულ წინ და წინ. რა მთავარი არის, არ დავნებდეთ, არ გავჩერდეთ და ჩვენ ბიზნესს აუცილებლად მივახცევთ. თქვენ კი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და რა ვიცი, დამიწერეთ კიდე რა შემომთავაზებთ რომ ვჭამო რა, იმიტომ რომ ვეძებ კიდე რაღაცებს ალტერნატივებს, რისი ჭამაც შემიძლია რა, მაგალითად რა. ხო, ახლა კი ბევრს აღარ გავწოვართ, დაგემშვიდობებით და აუცილებლად განახევთ ახალ Onyx. თქვენ გადადით დამაფოლოუეთ ყველგან Insta-ზე, TikTok-ზე, 2 TikTok-ი არხი მაქვს და ასე შემდეგ, რომ არ გამოვტოთ ჩემი საშინელი ლაივები, სადაც კი რაღა მოვკვდი რა. დიახ, მადლობა და ნახვამდის.